ჩვენ ვეძებთ გამოსახულების მიღმა რაღაც გარკვეულ შინაარსს, აი წარმოიდგინეთ, მე სულ ვეუბნები ხოლმე ჩემს სტუდენტებს, რომ ხელოვნება არის იეროგლიფი. ხო? სხვა შორის თავიდან იეროგლიფები ეგონათ როგორც ორნამენტები, იყო ესეთი დრო და მხოლოდ შამპოლიონმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა შეძლო წაკითხვა აი ამ ორნამენტების. ეგვიპტური იეროგლიფები იყო, ასე ვთქვათ, მხოლოდ სილამაზე, მანამ სანამ ისინი არ წაიკითხეს. ნუ ხა ჩვენ არა ვართ ყველანი შამპოლიონები, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგები, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება ხელოვნებისადმი არის ანალოგიური. ჩვენთვის ხელოვნება არ არის დეკორი, მაშინაც კი, როდესაც იგი ცდილობს იყოს დეკორი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ანუ თუ ვთქვათ, მე ვხედავ ორნამენტს, ნუ ხა ამ ოთახში არა, აი სხვა შორის არის აქ ორნამენტის მსგავსი, რაღაც დეკორი. თუ კი ფსიქოლოგი ხედავს დეკორს, ის ცდილობს, რომ ამ დეკორშიც ამოიცნოს გარკვეული ფსიქოლოგიური ინფორმაცია. ანუ თვით აი ესეთი ფორმა, ხო, ჩვენთვის არ არის მხოლოდ ფორმა. და ჩვენთვის ეს ფორმა გარკვეული შინაარსის და ინფორმაციის მატარებელია. მე მეცაც გეტყვით, ფსიქოლოგებს გვაქვს ეგრეთ წოდებული ფსიქოგეომეტრიული ტესტი. სხვა შორის ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა მოიფიქრა ეს ტესტი, სუზან დელინგერმა, ქალბატონი იყო ის. ესე იგი, თავის თისპირებს მისცა ესეთი გეომეტრიული ფიგურები, თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით ეს გეომეტრიული ფიგურები. კვადრატი, მართკუთხედი, სამკუთხედი, წრე და ზიგზაგი. და უთხრა, რომ აი ეს გეომეტრიული ფიგურები დამილაგე მოწონება არ მოწონების მიხედვით. ანუ რომელიც ყველაზე უფრო მოგწონს, დადე პირველი, დახატე პირველი, რომელიც ყველაზე ნაკლებად ბოლოს. და აღმოჩნდა, რომ აი ამ თითქოს და მხოლოდ გეომეტრიული ფიგურების განლაგება ემთხვეოდა აი ამ ცდისპირების გარკვეულ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს. აღმოჩნდა, რომ თითოეული ეს ფიგურა არის სიმბოლო, რომ ის ვინც ირჩევდა კვადრატს, ჰქონდა მიდრეკილება წესრიგისადმი, პუნქტუალობისადმი, უყვარდა გეგმაზომიერება, ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა, ის ვინც ირჩევდა ზიგზაგს, იყო თავისი ბუნებით თავისუფალი ხელოვანი, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, ანუ კრეატიული, არათანმიმდევრული და მოუწესრიგებელი და ასე შემდეგ, ვინც ირჩევდა სამკუთხედს, ჰქონდა ლიდერობის ტენდენცია და ასე შემდეგ. ანუ როდესაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგები თითქმის ნებისმიერ გამოსახულებას, ალბათ ეს უკვე ჩვენი ახირებაც არის, განვიხილავთ როგორც სიმბოლოს, ჩვენ რაღაც გარკვეული არგუმენტებიდან, რა თქმა უნდა, ამოვდივართ. ბუნებრივია რა. ამ ახირებასაც თავისი არგუმენტები გააჩნია, ასე ვთქვათ, ხო? მეცაც გეტყვით, არის ასეთი ძალიან საინტერესო ტესტი, რომელსაც ქვია სახელად თემატური აპერცეფციის ტესტი. აპერცეფციის ტესტი, რომელიც მიურეის ეკუთვნის. და იცით რაში მდგომარეობს ეს ტესტი? ცდისპირს აძლევენ ბარათებს და ამ ბარათებზე არის სხვადასხვა რაღაც შინაარსები გამოსახული. მაგალითად, ერთზე არის გამოსახული ქალი და კაცი დგანან კიბეზე და ერთმანეთს ელაპარაკებიან. მეორე სურათზე მაგალითად გამოსახულია ვაჟი, რომელიც ზის ფანჯრის რაფაზე და ასე შემდეგ. და ცდისპირს ევალება აღწეროს რა ხდება ნახატზე და თქვას რა უწრებდა წინამოვლენას და რა მოხდება მომავალში. და აღმოჩნდა რამდენი ცდისპირიც არის იმდენი გაგება, როგორც მოსავლოდნელი იყო ამ ერთი და იგივე გამოსახულების. და რატო? იმიტომ რომ იგივე ეს კიბე, მარტო კიბე არ არის. ქალი და კაცი, მხოლოდ ეს კონკრეტული ქალი და კაცი არ არიან. ხო? ისინი ფაქტობრივად აღიქმებიან როგორც გარკვეული ნიშნები და სიმბოლოები. და ჩვენ ვახდენთ ჩვენი საკუთარი ამ შემთხვევაში აღმქმელები, თვისებების პროექცირებას ან გადატანას მათზე. ხო? აი მაგალითად ესეთი სურათია, უკვე ვახსენე, ვაჟი ზის ფანჯრის რაფაზე და იყურება ფანჯერაში. რა შეიძლება იყოს ეს? ყველაფერი. დაწყებული იქიდან, რომ ვაჟი არის უბედნიერესი და თავის შეყვარებულს ელოდება და დამთავრებული იმით, რომ ვაჟი არის სასოწარკვეთილი და გადახტება ფანჯრიდან, ხო? თუ კი აი ასეთი მიურეის, ასე ვთქვათ, მხატვარი მეგობრების მიერ დახატული ნახატებიც კი ესეთი არაერთგვაროვანია.
წარმოიდგინეთ, როგორაა საქმე, როდესაც ჩვენ აღვიქვავთ მაგალითად ლეონარდოს მონა ლიზას ან იგივე ჯოკონდას. ან როდესაც ჩვენ აღვიქვავთ მაგალითად ბოტიჩელის ვენერას დაბადებას. ან როდესაც ჩვენ ვკითხულობთ უილიამ შექსპირის ჰამლეტს. ან როდესაც ჩვენ ვუსმენთ მაგალითად ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიას, ხო? აქ რა თქმა უნდა საქმე გაცილებით რთულდება და ძალიან კარგი რომ რთულდება. რაც უფრო რთულია ფენომენი, მით უფრო მეტი შანსია რომ ჩვენ აი ამ ფენომენის აღქმის დროს წავალთ წინ და განვითარდებით. ის გახდება ჩვენი სტიმულატორი, ის გაზრდის ჩვენს мотиваციას, ის ხელს შეუწყობს ჩვენი გარკვეული უნარების განვითარებას და დახვეწას და სრულყოფას. კარგი, თუ სრულყოფას არა, ის გამოიწვევს დინამიკას, ჩვენ წავალთ ან წინ, ან უკან, ან გვერდით. ხო მართალია, ანუ ჩვენ არ დავრჩებით სტატიკურნი და ეს ძალიან კარგია. სხვათა შორის, აი სიმბოლოებთან დაკავშირებით არის ესეთი მოსაზრება, რომ მთელი სამყარო არის პოტენციური სიმბოლო. მაგალითად, წიგნი არის არა მარტო კონკრეტული წიგნი, არამედ სიმბოლო და მე მგონი დამეთანხმებით. სინათლე არის ასევე სიმბოლო, კალამი არის სიმბოლო, სკამი არის სიმბოლო, ანუ მთელი სამყარო, რა თქმა უნდა, პოტენციური სიმბოლოა. და რა არის ხელოვნება? ეს არის სიმბოლოების ენა. ხო მართალია, ფსიქოლოგია ეხმარება ადამიანს გაიგოს ხელოვნების ენა. ზოგჯერ ხელოვნების დაკარგული ენა, მოდით პირდაპირ ვთქვათ. ფსიქოლოგს აინტერესებს ასევე ის, ვთქვათ, არა მარტო ის, რომ ჩვენ აღვიდგინოთ ეს დაკარგული ენა სიმბოლოების. ეს არ არის ახირება და რატომ არა ამას მოგვიანებით ვიტყვით. არამედ ფსიქოლოგს აინტერესებს ისიც, რა პირობებში უნდა მოთავსდეს ადამიანი, რა უნდა უბიძგოს მას, რომ იგი ასე ვთქვათ გახდეს კრეატორი, ჩვეულებრივი ადამიანისგან ფრჩხილებში ასე ვთქვათ. ეხლა მაშ აი რატომ არის ასეთი ჩვენი ახირება, ეს ცალკე თემაა. შეიძლება ესე ითქვას, რომ რა მოხდა, ვთქვათ, შეიძლება ადამიანმა გაძლოს ხელოვნების გარეშე. უარი თქვას ხელოვნების ენაზე, ჩათვალოს, რომ ის ასე ვთქვათ, რუდიმენტული მოვლენაა და წინა საუკუნეების და წინა ეპოქების გადმონაშთია და მისი სავანე არის მუზეუმებში, ვთქვათ, არა? ხოჭურს არის ასეთი მიდგომაც, რომ ხელოვნება ეს არის დავიწყებული ენა სიმბოლოების და ასე ვთქვათ, დღევანდელ ეპოქაში, ტექნოკრატიულ ეპოქაში, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის სრული გამარჯვების და ტრიუმფის ეპოქაში ხელოვნება იმ როლს აღარ და ვეღარ ასრულებს. მაგრამ აი აქვე მე მოვიშველიებ დიდი ფსიქოლოგების შეხედულებას, რომ ხელოვნებას ყველაფერთან ერთად გააჩნია თერაპიული მუხტი, უდიდესი თერაპიული მუხტი და აქედან გამომდინარე პოზიტიური მუხტი. ანუ ხელოვნება ეს არ არის მხოლოდ დეკორი და გალამაზება ჩვენი არსებობის. ხელოვნება არ არის მხოლოდ ჩვენი თვისებების გარეთ გატანა და პროეცირება. ხელოვნება არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. ხელოვნება არ არის მხოლოდ ექსპრესიის და თვითგამოხატვის საშუალება. ის არის თერაპიის საშუალებაც ყველა სიკეთესთან ერთად. კიდევ ერთი მომენტი. ხელოვნება არ არის მხოლოდ შემეცნების საშუალება. აი ჩვენ რო ჩამოვთვალოთ ხელოვნების ფუნქციები, ვნახავთ რომ ფაქტობრივად რაც კი ფუნქცია არსებობს ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ყველას მოიცავს იგი თავის თავში და მათ შორის თერაპიის ფუნქციასაც და ამასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს ფანტასტიკური ფენომენი art თერაპია, ანუ ხელოვნებით მკურნალობა და ეს არ არის ასე ვთქვათ, მხოლოდ ლამაზი განაცხადი, რასაც მე ვამბობ, იმიტომ რომ თანამედროვე ფსიქოთერაპიულ მეთოდებს შორის არის ერთ-ერთი მეთოდი art თერაპია, რომელიც ისწავლება ჩვენს უნივერსიტეტში, ილიაუნიში, სამაგისტრო სწავლების საფეხურიდან ჩვენი სტუდენტები ეუფლებიან აი ამ მეთოდს და შემდგომ პრაქტიკულად იყენებენ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური და კოლექტიური ფსიქოთერაპიის შემთხვევაში.